თქვენ სახეზე დიდი ასოებით გაწერიათ რა ცხოვრების წესს ცხოვრობთ. Well, this is შეცდომა, რასაც ვაკეთებ ხოლმე. ასფალტში რო წყალი ჩადის და მე რო გაიყინება რასაკეთებ, ზუსტად იგივე ხდება კანზე. რომელი პროფესიული პროცედურებისთვის არის კარგი სეზონი ზამთარი? ის თქვენ არაფერს არ მოგცემ. კონკია ზღაპარს აგავს რა. წავისვი, წავედი, მოვედი, ჩამოვიბანე და სადაც ვიყავი იქ დავრჩი. ეს ყველა ლუქს ბროც ახასიათებს. როგორ დავიცვათ ეს ორი რეგიონი? 3-ია და ზევით ვიყენებთ SPF-ს, 3-ია და ქვევით არ ვიყენებთ. თბილისში სმოგია, აბა არ გააღოთ ფანჯარა, არ გამოხვიდეთ გარეთ. უკაცრავად და პირველი ვიღებულობს ამ დარტყმას. კანი, რომელიც ამას ყველაფერს იწოვს. დაბერების პროცესებს რამდენად აჩქარებს? როცა ეს გაშრება, მოხმება და თქვენ ხართ ბედნიერი თქვენი აკნა წავიდა, ის ზუსტად 2-3 კვირის შემდეგ ერთის მაგივრად 3 რო ამოგივათ, მერე გაიმეორეთ. ანუ ეს არის აბსოლუტური მითი. აბსოლუტური. კი ბატონო. კაცებმა დაიწყეს მოვლა საკუთარი თავი. უხი ცოცხლი. ბებია ჩემი ამ კიტრს ცხრინდა და სახეზე იდებდა და ის კიტრი რომელსაც მოიხმარდა ბებია ჩემი ზუსტად ვიცი რომ ხო ლაგოდეხში იყო ხო მოკრეფილი და იქ არანაირი ნაკელის გარდა სხვა არაფერი არ ქონდა ის მარწყვიც იყო ჯანსაღი ეს ყოველთვის კარგია თუ სიფრთხილეა საჭირო და ის მოდის ჩემთან და მეუბნება რა გავაკეთო კაი ეს გავიკეთე მერე